მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ დღეს რას მოგიტანთ ივლისის თვე. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. როგორც ჩანს, არკანებს ერთი სული აქვთ, როდის შეგატყობინებენ ინფორმაციას. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. რას მოგიტანთ ივლისის თვე. ნახოთ აბა. რას მოგიტანთ პირველი ვარიანტი თქვენ ივლისის თვე და რას მოგიტანთ მეორე ვარიანტი თქვენ ივლისის თვე. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ეს ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. აირჩიეთ მეგობრებო. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც აუცილებლად ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონეთ ეს ვიდეოც და ჩემი გვერდიც, ვისაც არ გაქვთ ჯერ მოწონებული. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა თქვენ რას მოგიტანთ. არკანი მაგი. მეგობრებო, ეს არის უფროსი არკანი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ პირველ რიგში თქვენში გამოიღვიძებს ივლისის თვეში თქვენი ლიდერული თვისებები, თქვენი პროფესიონალიზმი, ვისაც თქვენი რაღაც პროფესია ან საქმიანობა გაქვთ. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, იგრძნობთ მოტივაციას, იგრძნობთ ასევე იმას, რომ თქვენ ნამდვილად ხართ თქვენი რაღაც საქმის პროფესიონალი, განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვისაც თავისი რაღაც ბიზნესი გაქვთ. და ზოგადად ვინ არის მაგი? მაგი არის ლიდერი, მაგი არის თავის საქმის პროფესიონალი, მაგი არის ის, ვინც იმორჩილებს 4-ვე სტიქიას, ხო? ვინც იმორჩილებს და აკონტროლებს თავის ემოციებსაც, მატერიალურ სფეროსაც. ნამდვილად არ გამოვრიცხავდი იმასაც, რომ აქ ჩემი კოლეგებიც მიყურებენ, ამიტომაც თქვენთვის ივლისის თვე ნამდვილად იქნება ძალიან ჯადოსნური და ძალიან მაგიური. სულიერი თვალსაზრისითაც აქ აღინიშნება შინაგანი ზრდა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოუტანს პირველ ვარიანტს ივლისის თვე. რას მოგიტანთ, ნახოთ აბა. არკანი სამყარო და არკანი ხმლების მეფე. არკანი კვერთხების შვიდიანი, ხმლების დედოფალი უფრო სწორად და არკანი თასების პაჟი. პირველ რიგში აქ აღსანიშნავი არის ის, რომ ნამდვილად დიდი შანსია წყვილი შედგეს, იმიტომ რომ ხმლების მეფეც და ხმლების დედოფალიც ამოვიდა ჩვენთან. მეფე და დედოფალი და თან ერთი სტიქიის, ჰაერი სტიქიის. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ გყავთ პარტნიორი, ძალიან დიდი შანსია ივლისის თვეში პარტნიორი ან გაგიჩნდეთ, ან იგრძნოთ თქვენს პარტნიორთან ის, რომ რაღაცნაირად ხართ ერთ ტალღაზე, ერთ ენერგიებში, რომ ერთმანეთის ძალიან კარგად და მშვენივრად გესმით. ასევე, მეგობრებო, თასების პაჟი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საკუთარ თავთან მიმართებაში აუცილებლად იგრძნობთ ივლისის თვეში ყურადღებას, სიმპათიას, იგრძნობთ იმას, რომ ადამიანებისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, რომ ადამიანებს უყვარხართ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, პარტნიორს, ვისაც გყავთ, ხო? ხოლო ვისაც არ გყავთ, გავიმეორებ, რომ დიდი შანსია გაგიჩნდეთ ნამდვილად. და ასევე აქ ამოვიდა არკანი სამყარო. არკანი სამყარო მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენი მსოფლმხედვეობა 180 გრადუსით გადატრიალდება. თქვენი მსოფლმხედვეობა გაფართოვდება და შეძლებთ, რომ ძალიან ბევრ სიტუაციას სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ, სრულიად სხვა თვალსაზრისით აღიქვათ. სიტყვით აღუწერელი პროცესები იწყება, მეგობრებო, თქვენს რეალობაში. ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები. თითქოს რაღაც ისეთი, რასაც თქვენ აქამდე ეწინააღმდეგებოდით. რაც თქვენ გეგონათ, რომ უნდა შეებრძოლოთ,
რასაც გეგონათ რომ უნდა შეებრძოლოთ უბრალოდ ზუსტად ის გახდება თქვენი ძალა და ზუსტად იმაში იპოვით თქვენს ძალას პირველი ვარიანტი. ძალიან სასიამოვნო გაშლა არის, მინდა გითხრათ და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, თქვენ რას მოგიტანთ ივლისის თვე და სიგნიფიკატორად აქ ამოვიდა თასების ორიანი. აქაც ვხედავ ძალიან სასიამოვნო და ძალიან თბილ კომუნიკაციებს. ეს კომუნიკაციები შეიძლება იყოს როგორც პარტნიორთან, ასევე პოტენციალურ პარტნიორთან, ხო? ანუ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ, გაინტერესებთ, გიზიდავთ. ასევე მეგობართან, დაქალთან, ძმაკაცთან, ახლობელთან. მოკლედ რომ ითქვას, ივლისის თვე თქვენთვის იქნება ახსავსე ძალიან სასიამოვნო და ძალიან თბილი, სულიერი კომუნიკაციებით, თუმცა ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, თუ რა სახის კომუნიკაცია იქნება ეს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოუტანს მეორე ვარიანტს ივლისის თვე. ვნახოთ აბა. თავისით გადმოვარდა კვერთხების რვიანი. კვერთხების ტუზი, ხმლების სამიანი. მეგობრებო, იცით აქ როგორ სიუჟეტს ვხედავ. პირველ რიგში აქ ვხედავ ახალ მიზნებს, ახალ პოტენციალს, ახალ პერსპექტივებს თქვენს ცხოვრებაში და იცით არასასიამოვნო მოვლენების კუთხით აქ ნამდვილად შესაძლებელია კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით გაიგოთ არც ისე სასიამოვნო სიმართლე, ვიღაც ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც თქვენს რეალობაში ნამდვილად აღარ ფიგურირებს. თითქოს ყოფილი მეგობრის, ყოფილი შეყვარებულის, პარტნიორის, ყოფილი ამხანაგის შესახებ. დიდი შანსია გაირკვას რაღაც არასასიამოვნო რეალობა, არის არასასიამოვნო ქმედებები, რასაც ან ხორციელებდა თქვენ ზურგს უკან ჩუმად. მაგრამ იცით, წარე სიმართლე ყოველთვის ჯობია რაღაც ტკბილ ტყუილებს, ტკბილ ილუზიებს, ხო? და ამასთან ერთად თქვენ მოგეცემათ იმის შანსი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ბევრი თქვენგანისთვის, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ საკმაოდ ბევრი თქვენგანისთვის აქ გამოჩნდება იმის შანსი და იმის პერსპექტივა, რომ აისრულოთ რაღაც თქვენი კონკრეტული სურვილი, მიზანი ან გეგმა, ბევრად უფრო მალე და ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე თქვენ ამას ელოდებოდით. და სხვათა შორის ნახეთ, დასტის ძირზე არის თასების ტუზი. ემოციურად ახსავსე პერიოდი გელოდებათ, ახსავსე ენერგიით, პირველ რიგში, შთაბეჭდილებებით, იმიტომ რომ ივლისის თვე ძალიან ენერგიული იქნება, ძალიან ბევრი მოძრაობები ჩანს, ბევრი ცვლილებებიც და ასევე ჩანს რაღაც ნეგატიური მდგომარეობიდან გამოსვლის შანსი. გამოხვალ თუ არა უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ შანსი ნამდვილად ჩანს რაღაც აპათიური მდგომარეობიდან გამოსვლისა. კიდევ მინდა რომ დავამატო არკანი ერთი მაინც. ნახოთ აბა რას მოუტანს მეორე ვარიანტს ივლისის თვე. ნახოთ აბა. არკანი შეყვარებულები. ვიღაცას პირდაპირ გაგებით შეყვარებულს მოუყვანს. მეგობრებო, რა ხდება პირველ ვარიანტთანაც და მეორე ვარიანტთანაც. მაგრამ უმეტესობასთან აქ იცით როგორ რეზონირდება. თქვენს რეალობაში შემოიყვანს ახალ კომუნიკაციებს, ახალ სასიამოვნო ადამიანებს, რომლებთანაც თქვენ იგრძნობთ თავს კომფორტულად, დაცულად, მყუდროდ. ასევე დაგანახებთ ივლისის თვე თუ რეალურად რა გიყვართ, რეალურად ვინ გიყვართ და რეალურად რამდენად გიყვართ თქვენი თავი. ივლისის თვე ხაზ გაუსვამს იმას თუ რეალურად ვინ რა სახის როლს თამაშობდა თქვენს რეალობაში და გარდა ამისა დაგანახებთ და გაგრძნობინებთ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მეგობრებო. სულ ეს არის ყველას გისურვებთ წარმატებებს ბედნიერ და ნაყოფიერ ივლისის თვეს. მე კი ამაზე გემშვიდობებით და ნახვამდის მეგობრებო.